დღეს არის ძალიან მაგარი დღე. კი, უნდა მოვიაროთ თბილისის ქუჩები, ვიპოვოთ მოხუცი და გავაკეთოთ კეთილი საქმე. თან დღეს ძალიან ცივა და მოდი ვნახოთ ისეთი ადამიანი, ვისაც ჩვენი გვერდში დგომა დაჭირდება. რადგანაც ჩვენ ადამიანები არავიზე მეტი არ ვართ, არავიზე ნაკლები არ ვართ და უბრალოდ ჩვენ ადამიანები ყოველთვის ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ. ამიტომაც ჩვენ დღეს უნდა ჩავიდინოთ კეთილი საქმე. კარგი საქმე უნდა გავაკეთოთ. ბოლომდე გვიყურეთ. უნდა გამოიწეროთ ჩვენი არხი, უნდა დაალაიქოთ, დააკომენტაროთ, რომ ჩვენც მეტი სტიმული მოგვეცეს. გამოიწერეთ ჩვენი არხი მეტი განვითარებისთვის. ესე იგი, ძალიან საყვარელი ბაბუ ვიპოვეთ. ქვევით არის, მოდი მივიდეთ ახლა. თან როგორც ჩანს მუსიკოსი არის შრომობს და ძალიან გამიხარდება რომ თან რა უნდა გავაკეთოთ? კეთილ საქმეში დავთანხმდეს და რა თან კაი საქმე ჩამოთ ერთად ვიქეიფოთ, ჩავიცვათ და ეგ არის რა. რაც თავარია მაკაცურად უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. მაკაცურად უნდა მოხდეს რა თქმა უნდა. წავედ. შეთავაზოთ ბაბუ. გამარჯობა ბაბუ. საყვარელი ბაბუ. ძალიან მაგრა უკრავ ბაბუ. როგორ ხარ? როგორ ხარ ბაბუ? კარგად. თქვენი სახელი? თამაზი. თამაზი. როგორ ჩანს მუსიკოსი ხარ? ძალიან მოგვეწონა თქვენი. ბატონო თამაზ, ჩვენ გვაქვს ასეთი შემოთავაზება. კეთილი შემოთავაზება. უნდა გაატაროთ დრო, ჩავიცვათ, ჭამოთ, გავერთოთ და პატივსაც გცემთ, რა სიტყვით. პრობლემა არა. მაკაცურად წავიდეთ. ეხლა კაი რაღაც დასაცველები ავარჩიოთ, ზამთარია, ცივა, რამე თბილი დასაცველები და წავიდეთ სადმე გემრიელად ჭამოთ და ძალიან ცივა და ძალიან სუსხი ამიდია და თქვენც ცოტა თბილად იქნებით ჩვენთან ერთად და ესე მეგობრულადაც მაკაცურად ვიქეიფოთ ერთად. ძალიან გაგვიხარდება თუ წამოვხოთ. წავიდეთ ვაში. ჩვენთან გაატარებთ დროს. წავედით ვაში და წავედით. ესე იგი, ჩვენ მოგზანდით შავდიას მაღაზიაში. ბატონო თამაზ, თქვენს ჩაცმულობაზე იზრუნებს შავდია, რა თქმა უნდა, რომელიც არის ქართველი დიზაინერი, ძალიან ლამაზი ტანისამოსები აქვს და მოდი ერთად შევარჩიოთ, ბაბუ. თქვენ რაც მოგეწონებათ, თანხას არ ვაკვირდებით, რაც მოგეწონებათ, ისინი ავიღოთ. არის ბევრი შარვალი, ზედა, ქურთუკი და თქვენ რაც მოგეწონებათ ის შევარჩიეთ. პრობლემა არ არის, მოვძებნოთ ერთად. წავედით ვაში რა. ჩვენ დაგეხმარებით კიდე, არჩევაში დაგეხმარებით და მოვიზომოთ კიდევაც და ჩავიცოთ კიდევაც. წავედით მოვძებნოთ, აბა. მე ვფიქრობ ზამთარია და რამე ისეთი თბილი რო ავიღოთ. თქვენ აი ნახეთ, მოსაცმელებიც არის, აქეთ ფუდებიც არის, სპორტული შარლოებიც არის, აი აქეთ ესენ დავარჩიოთ და კარგად დაათვალიერეთ. აი აგერ კონსტატებს დაგვეხმარებიან. მოდი შარვალიც იყოს. და ზედაც იყოს, თან ზამთარია ცოტა ცივა და ცოტა თბილი ვარიანტი იყოს და თან ისეთი იყოს, აი ქართული სიმბოლო რომ აიტყობოდეს. აი ესე ძალიან მომწონს მაგალითად. ო, აი ეს ძალიან კარგია. ძალიან ლამაზია. გას ფიქრობთ? და შარვალსაც შეგიძლია. შარვალი შევარჩიოთ. მაინც მაგას მომსგავსება. ავიღოთ ეს ბაბუ, რას ფიქრობთ? კი, რაც. მოდი მოკლედ სანამ ბაბუ ახლა იცვლის, მანამდე ჩვენი გემოვნებთან შევურჩიოთ. აუჩიოთ ჩვენც. გონი მაისური, ეხლა თბილი ხო შევურჩიეთ, ეხლა მაისური შევურჩიოთ და მალე დათხრება და საფხულიცას გქონდეს. რაიმე არის ეხლა რომ ძალიან ლამაზი ავუჩიოთ ჩვენი გემოვნებით მაისური. მე მგონი იდეალურია. ეს კარგად ექნება ვითომ ბაბუს ერთი ზომი დიდი ხოჯო ამას წავუღებთ ჩვენ ახლა და ნახოთ მე მგონი მოეწონება ბაბუს რა ჩემსაც მოეწონება. მოდი შენე გაჩუქე მე ამას ვაჩუქებ. თავისი გემოვნებით არჩე ახლა ჩვენ გადავწყვეტთ ჩვენი გემოვნებით არჩე. მაგარი მაისურებია და ოჰ როგორ გიხდებათ ბაბუ? ძალიან მაგარია. ძალიან ლამაზი. ესე ბაბუ ეს თქვენ ხართ? ოღონდ მარტო ერთი გიყავს. ბაბუ ჩვენ კიდე ჩვენი გემოვნებით აგირჩევთ. ეხა მალე ხო დათბება? მაისურები. თან დათბება. ახე? ეს ლამაზი მაისურებია და ეს ჩვენგან და ხა ესე წავიდეთ ახლა. შემდეგ ადგილას გადავინაცვლოთ და ვიქეიფოთ. კარგად ჭამოთ.
კაი, გოგონები კიდე დაგვეხმარებიან რომ ბატონო, ახლა ჩანთებით გაგვატანო. ავცილებლად. მადლობა კი დიდი. ბატონო. აუ, მგონია რომ კეპით მოუხდება და ნახოთ აბა. წამოვა. ბაბუ, კეპიც ხო აგინთ? ხო არ მოგწონთ კეპი? ახლა მოიზომეთ და ესეც საფხულისთვის გამოგადგებათ. ძალიან სიმპათიურად გამოიყურებით. ძალიან კაი. ბაბუ, წავედით. ჩავжეთ მანქანაში. ესენი საბარგულში ჩავდოთ. ესენი ჩავდოთ საბარგულებში. გიტარას ჩავდებ ჯერ. მოგცით, ჩავდოთ. მოიცა გიტარა ჩავდოთ. მოდი ბაბუ, დაბრძანდით. რამდენი 67 წლები ეხლა. ახალგაზრდა ბიჭი ხართ რა. გეფთები არ მომსვლელი. ისე პიცა გიყვართ. კი ცოტა ისეთი პარონცკი საჭველია, მაგრამ რატო გასულა ცუდი არ არის. წვადებზე მე წავიდე და ეხლა კალი დამწვადე. წვადირა. ბაბუ, ჩვენ მოვედით ძალიან გემრიელ პიცერიაში. ლაკროსკა. აქ უნდა მივერთოთ უგემრიელესი. პიცა, სპაგეტი და ყველაფერია მე მგონი. ეხლა ჩვენ მივიდეთ. ჩაუჯდეთ, კარგად ვიქეიფოთ. და შევაფასოთ როგორ მოგეწონება. თან მე თქვენ სტატუები იყავთ ისე პიცა? კი გას. და წავიდეთ ჭამოთ მაშინ. შევედით. თქვენს მერე. გამარჯობა. გამარჯობა. ჩვენ ახლა უნდა მივიღოთ უგემრიელესი პიცა. მოკლედ ჩვენი პიცა გამოირჩევა იმით, რომ არის ძალიან თხელი. ჩვენ ცომი არის თანამედროვე, რომელსაც ქვია ბიგა, რომელსაც აქვს 72 საათიანი დასვენების დრო. ძალიან გამორჩეული ცომი ვარ. ყველაფერს მაგარი პიცა იქნება, ძალიან მაინტერესებს და მოკლედ გავსინჯე. მოკლედ ახლა მე გაგასინჯებთ ერთ პიცას, ანუ რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ მხოლოდ აქ. მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ისეთი გარემოს შექმნა ყოველთვის შეიძლებოდა სამზარეულოში, სადაც ნაკლებად სტრესულია რა და უხარია ადამიანებს მოსვლა. მოგწამდა. აი ეს არის ჩვენი გემრიელობა პიცა, ესე ქვია გუსტოზა. გემრიელობა გუსტოზა. ხო, გუსტოზა. ძალიან გემრიელად კი გამოიყურება. აუ აი ეგ მე ვასეო, თხელი რო არის ცომი, ეგ არის ძალიან მაგარი. ცხელისა და ცივი დაზავი როიგზნობა. ბაბუ, როგორ მოგეწონა? მართლა კაია, მართლა. მე და ბაბუ ცოტა ხანი ავცალია სალაპარაკო. გემოვით თამაშობ. ამას აქვს პეპერონის ბაზაზე არის აწყობილი რა. ხო. და აქვს ღუმელში გამომცხარი ბულგარული აქვს და აქვს სტრაჩატელა, ოხრახუში ზეთი და ანდუია არის, მოაჯიკო ტიპი არის, კალაბორიული რა. გამაგარი რაღაცა უნდა გავასინჯო. მილი პიცა? ხო. ვა. მაგასო მეც გავხსნა. პიცა ნუტელით, მარწყვით და ბანანით. ძალიან გემრიელია. როგორი დიზაინი აქვს? საინტერესო დიზაინი. მივთით ბაბუ. მიდი. ფესმე, დაიწყეთ და. სეზონი. აბა შევესიეთ. კაგრა ზუსტად აი ისეთ გემოზია, აი როჩადის ქსიამონი. სასიამოვნო. კარგია, მიხარია რომ მოგწონთ. ეხლა მე გადავალ მანქანაში, საბარგულს ავხდი. გამოვიდა გიტარას და ვიმღერებს ერთ სიმღერას და მასწავლი როგორ დაუკრა. კაი ბაბუ. კი ბატონო, გიტარო და ჩქარიტაში. მუსიკალურ ეგრე გავარდები და მოვა. მოვიტანე გიტარას. გული შენთან განშორებით არა გასიორება. შენი ბრალი იქნება თუ გამეღიმება.
ამეტილება თუ ამომღერება შენი ბრალი იქნება თუ გამეღიმება ამეტილება თუ ამომღერება ჩუბი კი არა კვლავ სიყვარულის პატარა ჩემო პატარა გოგონა ჩემო პატარა იმედო ჩემო პატარა დედიკო ხელით გადარა სოფლიო ჩემო პატარა ჩემო პატარა Atunci siamo bakundi kalzo palashki Na me khima me divgi de di amori de babaina Karida gamo kare do are ganda ganda Ranina nina o ranina nina nina o Ranina nina o ranina nina nina o Precisa archavo distresa Salimase cogita da gama de revito se mi cabo Nina 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 ერთილი თვალებით და კარგი ხვით ღერის. აი თვალებში რო გიყურებ, აი სულ სიკეთე გაქვს თვალებში, როგორ მართლა. ეგეთი ვარ დაბადები. ყველას მადლობა. დიდი თქვენ მადლობა. მასპინძლობისთვის, მადლობა ბაბუ. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა რომ დღევანდელი დღე ჩვენთან ერთად გაატარეთ. გონი ვის სიამოვნეთ, თქვენც ის სიამოვნეთ. კი, რა თქმა უნდა. იმედია ჩვენც ვის სიამოვნეთ აი, და ხო. ბაბუ შენ როცა მოგინდეს ჩვენ სულ გელოდებით ჩვენთან როცა გაგიხარდეს ლაკროსტაში თქვენ გაქვთ ულიმიტო. იცოს მაგარია. იცოს და გავუწევთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი. მუსიკალურ ფონზე გამოიწერეთ ბედებო ისის არხი. ძალიან კარგი. მთელი დღე გავატარეთ ბაბუსთან ერთად. იმედია სასიამოვნო იყო. ნამდვილად ჩვენთან ერთად როდი ატარება ჩვენ ძალიან ვისიამოვნებთ ესეთი კეთილი სათნო და ძალიან ისეთი აი კიდევ ერთხელ შევნიშნავ. თვალებიდან სიკეთეა მოგდის რა. თვალებია კეთილი და ღმერთმა ამრავლოს თქვენარი ადამიანები, თქვენარი კეთილი ადამიანები და შრომელი ადამიანები გასავარია. ჩაგებშვიდობებით ბაბუ, ჩაგეხუტებით. და ლუკა, ჩვენთან ერთად მთელი დღე რო გაატარა ბაბუ. რა უნდა ვქნათ ამისთვის, აბა? პატარა კომპენსაცია გვაქვს საჩუქრად. არა. ახლა ესე არა, ბაბუ. აი, გამოგართვა. ჩვენ პატარა საჩუქარი არის. არაფერი ისეთი პატარა საჩუქარია. მე კიდე გამოგივლი გნახავთ. ჩვენ უკვე დავძმაკასდით, ვიმეგობრებთ. ძმაკაცები ვარ. აბა, კარგად ჩვენ ახლა მივაცილებთ ბაბუსაც და წავედით.